მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდა. რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგები ცნობილია. დელეგაციები მძიმედ დაჭრილი სამხედროების, ასევე 25 წლამდე ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების შედეგად გაწვლიან 6000 გარდაცვლილის ცხედარს. მორიგი რაუნდი შესაძლოა ივნისის ბოლოს ჩატარდეს. კომუნიკაციების კომისიამ პრორუსულ სეზონი ტივის მაუწყებლობის ენად ქართულთან ერთად დამატებით რუსულიც განუსაზღვრა. ტელევიზიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკია. პოლონეთის არჩეული პრეზიდენტი რუსეთში ძებნილი პირია. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსმა სამართალდამცველებმა ნავროცკი ძებნილი პირების სიაში 2024 წელს შეიყვანეს. მას ბრალად პოლონეთის ტერიტორიაზე წითელი არმიისადმი მიძღვნილი ძეგლების დემონტაჟში თანამონაწილეობა ედება.